აი მე ხარ მუშავე ამერიკელებთან და ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც საელჩოს ურეკავს, აი მათთვის არის VIP პერსონა. ელჩი გადადებს ყველა საქმეს და პირველივე შესაძლებლობის დროს შეხვდება ბიზნესმენს და მეერე ლობისტურ კომისიას, იმიტომ კი არა რაღაცა ფულს იღებს იმ ბიზნესმენის, იმიტომ რომ მათი კოდექსია ასეთ ქცევის ნორმაა და ინსტრუქციაში უწერია რომ შენ ამერიკელ ბიზნესმენს უნდა დაეხმარო. და მიდიან მინისტრებთან იქ აუკეთებენ რაღაცებს, ამ პრობლემა თუ აქვს მოუხსნიან, უცდილობენ რომ მოუხსნან. აი ესე უნდა მუშაოს სახელმწიფომ. ეს შემორჩენილი აქვს სხვათა შორის ამერიკას თავის ბიზნესს. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ბიზნესზე და განსაკუთრებით საშუალო ფენაზე დგას სახელმწიფო ყველაზე დიდი დამსაქმებელი საშუალო ფენაა. პირველი სართულები, შეღავათები მათ ჭირდებათ. ჩვენთან აი ეს არის, გეგმა არ გვაქვს. სახლს ვაშენებთ, მაგრამ არ ვიცით რა გულს. ხო, არ ვიცით. და რა იქნება